მოგესალმებით. იმის თაობაზე თუ რა არის მედიაცია, წინა ვიდეო ლექციებზე ვისაუბრეთ. მე ვარ ალექსანდრე მაჭარაშვილი და მოსმულ ვიდეო ლექციაში ვისაუბრებ მედიაციის სპეციფიკურ ტიპზე, კერძოდ კი სანოტარო მედიაციაზე. 2012 წლის 16 მარტის კანონით ცვლილებები შევიდა საქართველოს კანონში ნოტარიატის შესახებ და განისაზღვრა სანოტარო მედიაციის პირობები. კერძოდ კი კანონს დაემატა 38 პრიმა მუხლი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა თუ რა საქმეებზე არის შესაძლებელი სანოტარო მედიაცია. ასევე განისაზღვრა, რომ მედიაცია ნოტარიუსის მონაწილეობით შეიძლება განხორციელდეს მოდავე მხარეთა თანხმობით და სანოტარო მედიაციის განხორციელების წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, რომელსაც უფრო კონკრეტულად ქვემოთ შევეხები. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მხარის მიერ სანოტარო მედიაციის ფარგლებში შემდგარი მორიგების აქტით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში იძულებითი აღსრულება ხორციელდება ნოტარიუსის მიერ გაცემული საახსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომელიც აღსრულების შესახებ კანონითაა დადგენილი. როგორც წინა ლექციებში მოგახსენეთ, მედიატორი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც მოდავე მხარეები აირჩევენ. ვინაიდან ნოტარიუსის ინსტიტუტი ათეულობით წელია საქართველოში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, კანონმდებელმა გადაწყვიტა იგი კანონით პირდაპირ მედიატორის ფუნქციებით აღეჭურვა. იქამდე სანამ უშუალოდ განსაზღვრავდა ნოტარიუსის როგორც მედიატორის როლს, პროცედურებს და კანონით გათვალისწინებულ იმპერატივებს, აუცილებელია მოკლედ განსაზღვრო, თუ ვინაა და რას წარმოადგენს ნოტარიუსი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლი განსაზღვრავს, რომ ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. ამავე კანონის მესამე მუხლის მიხედვით, ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა მასთან დაკავშირებულ ქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ასევე ამავე მუხლის მოთხოვნით, სანოტარო მოქმედებების შესრულებისას ნოტარიუსი უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. აქვე აღნიშნულია ისიც, რომ სანოტარო მოქმედებები სრულდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებით. ნოტარიუსის საქმიანობა არ არის მეწარმეობა და შესაბამისად მოგების მიღების წყარო იგი არ არის. ნოტარიუსი იღებს ანაზღაურებას სამსახურებრივი საქმიანობისთვის და ამავდროულად იგი არ არის დასაქმებული სანოტარო ბიუროს თანამშრომლებისთვის. მესამე მუხლით ასევე დადგენილია, რომ ნოტარიუსი პასუხს აგებს თავისი სამსახურებრივი საქმიანობით მიყენებული ზიანისთვის და ამ ზიანს არ აანაზღაურებს სახელმწიფო. მისი დისციპლინური პასუხისმგებლობა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარდგინებით ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. ნოტარიუსს ევალება შეასრულოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონით და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ვალდებულებები. ამავე მუხლით ასევე დადგენილია, რომ ნოტარიუსი არ არის საჯარო მოხელე. კანონის მიხედვით მიმოვიხილეთ რა თუ ვინ არის ნოტარიუსი, დაუბრუნდეთ თუ რა არის სანოტარო მედიაცია და რატომ ასრულებს მას სწორედ რომ ნოტარიუსი. სანოტარო მედიაცია დავის მოგვარების ალტერნატიული გამარტივებული ფორმაა. დავა წყდება სასამართლო განხილვის გარეშე, მხოლოდ ნოტარიუსის დახმარებით. აქ ხაზი მინდა გაუსვა იმ ფაქტს, რომ დავა წყდება ნოტარიუსის დახმარებით და არა მისი გადაწყვეტილებით. სწორედ ნოტარიუსია ის პირი, ვინც ეხმარება მხარებს მორიგების მიღწევაში. ნოტარიუსს მიენიჭა მედიატორის ფუნქცია სამემკვიდრეო, საოჯახო, სამეზობლო და სხვა ქონებრივი თუ არაქონებრივი ხასიათის სამოქალაქო დავებზე. მოდავე მხარეები მედიატორი ნოტარიუსთან დასწრებით იწყებენ მოლაპარაკებას და მისი დახმარებით შეთანხმებას აღწევენ. მედიაციის პროცესი შესაძლებელია ჩატარდეს როგორც სანოტარო ბიუროში, ასევე მის გარეთ, ნებისმიერ სათანადო ადგილზე. სანოტარო მედიაციის კონკრეტული განმარტება შეგვიძლია ვიხილოთ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება ნომერ 71-ში, სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ, ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე. აღნიშნულ ბრძანება განსაზღვრავს სანოტარო მედიაციის წარმოების ზოგად პრინციპებს, სანოტარო მედიაციის პროცესში ნოტარიუსის მონაწილეობის წესსა და მის უფლებამოსილებებს, აგრეთვე სანოტარო მედიაციის პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. ბრძანების მეასე მუხლის მიხედვით, სანოტარო მედიაცია არის კერძო სამართლებრივი დავის გადაწყვეტის პროცესი, რომელშიც მხარეები
ნებაყოფლობით საწყისებზე ერთი ან მეტი მედიატორის ნოტარიუსის დახმარებით აწარმოებენ მოლაპარაკებას სადავო საკითხების თაობაზე. შეთანხმების მიღწევის მიზნით. ნოტარიუსის მსგავსად, მედიატორი ნოტარიუსის უნდა მოქმედებდეს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად და უნდა უზრუნველყოს, რომ მედიაციის პროცესის განმავლობაში დაცული იყოს მხარეების შესაძლებლობათა თანასწორობის პრინციპი. მედიატორ ნოტარიუსს არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ მედიაციის შედეგად მხარეებმა მორიგებას ვერ მიაღწიეს. საყურადღებოა ის ფაქტის, რომ მედიაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ყველა მხარის თანხმობის საფუძველზე. ანუ მედიაცია ვერ იქნება იძულებითი. მედიაციის პროცესებმა უნდა უზრუნველყოს, რომ მხარეებს ჰქონდეთ შესაბამისი დრო და შესაძლებლობა არჩევანის გასაკეთებლად და გადაწყვეტილების მისაღებად. მათი თანხმობით ასევე შესაძლებელია მესამე პირების ჩართვაც მედიაციის პროცესის დროს. ასევე, ამ მუხლის ბოლო ნაწილის მიხედვით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ვალდებულია ორგანიზება გაუწიოს მედიაციის სასწავლო კურსებს ნოტარიუსებისთვის და აწარმოოს სერტიფიცირებულ მედიატორ ნოტარიუსთა რეესტრი, რომელიც განთავსდება ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე. ახლა კი დროა დეტალურად მოვიხილოთ ის დავები და ის ტიპები, თუ რაზეც შეიძლება განხორციელდეს მედიაცია. ნოტარიუსი უფლებამოსილია განახორციელოს მედიაცია შემდეგი სახის საქმეებზე. პირველი ეს არის საოჯახო სამართლებრივი დავები. ოღონდაც ამ შემთხვევაში არ შეიძლება მედიაციის ჩატარება შუად აყვანის ბათილად ცნობის, მშობლის უფლების შეზღუდვისა და მშობლის უფლების ჩამორთმევის საქმეებზე. მედიაცია შესაძლებელია ჩატარდეს სამემკვიდრეო სამართლებრივ დავებზე, ასევე სამეზობლო დავებზე, ვალდებულებითი ურთიერთობებიდან წარმოშობილ ნებისმიერ დავაზე და სხვა არაქონებრივი ხასიათის სამოქალაქო დავებზე, რომლებზეც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის მედიაციის განხორციელების სპეციალური წესი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩანს, რომ მედიაცია შეიძლება განხორციელდეს ყველა კომერციულ ქონებრივ დავაზე და შესაბამისად, მხარეები თავისუფლები არიან მიმართონ მედიატორს ნოტარიუსს. უნდა აღინიშნოს, რომ სანოტარო მედიაციის პროცესი სრულიად კონფიდენციალურია და მედიატორ ნოტარიუსს უფლება არ აქვს გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც მისთვის გახდა ცნობილი მედიაციის განხორციელებისას. აქვე არის კანონში დათქმა, რომ თუ მხარეები სხვაგანად არ დაადგენენ მედიაციის შეთანხმებით განისაზღვრება, რომ მედიაციის პროცესში კონფიდენციალურობის პირობით გამჟღავნებული ინფორმაცია და დოკუმენტი არ იქნება გამოყენებული მტკიცებულებად სასამართლოში, არბიტრაჟსა თუ დავის განხილულ სხვა ნებისმიერ ორგანოში. ეს წესი არ მოქმედებს, თუ მედიაციის პროცესში კონფიდენციალურობის პირობით ის მხარე გაამჟღავნებს ინფორმაციას ან დოკუმენტს სასამართლოში, რომელმაც გაამჟღავნა იგი ნოტარიუსთან, ან თუ ეს ინფორმაცია ან დოკუმენტი მეორე მხარემ სხვა საშუალებით მიიღო კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, ან ისედაც ფლობდა ამ ინფორმაციას. ზემოთხსენებული ბრძანება ასევე განსაზღვრავს მედიაციის ადგილს, რომელიც შეიძლება ჩატარდეს სანოტარო ბიუროში, ასევე მის გარეთაც. მთავარია ის, რომ მედიატორმა ნოტარიუსმა შეუქმნას მხარეებს სათანადო გარემო, რაც მედიაციისთვის იქნება საჭირო. კანონი არ განსაზღვრავს, თუ რას წარმოადგენს სათანადო გარემოს, თუმცა ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი კომფორტული უნდა იყოს ორივე მხარესთვის. გადავიდეთ უშუალოდ მედიაციის პროცესსა და მისი დაწყების საფუძვლებზე. როგორც ზემოთ აღნიშნე, მედიაციის პროცესი შეიძლება დაიწყოს, თუ არსებობს ყველა მხარის თანხმობა მისი დაწყება ფორმდება სამედიატორო შეთანხმებაზე ხელმოწერით, რომელსაც ხელს აწერენ მხარეები და მედიატორი ნოტარიუსი. შეთანხმებით მხარეები შესაძლოა შეთანხმდნენ მედიაციის დროზე, ადგილზე, ვადებზე და სესიების რაოდენობაზე, ასევე კონფიდენციალურობის დაცვის ფარგლებსა და წესზე, დამსწრე პირებზე, მედიაციის პროცესში მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებზე, მედიაციის ხარჯების განაწილებასა და გადახდის წესზე, აგრეთვე პროცესზე, ან სხვა ნებისმიერ საკითხზე. რაც შეეხება მედიაციის ჩატარების ზოგად წესებს, აქ მნიშვნელოვანია, რომ მედიაციის ჩასატარებლად მედიატორმა მონაწილე მხარეები უნდა მოიწვიოს დახურულ სხდომაზე. პროცესი, როგორც წესი, შედარდება ხოლმე ზეპირი წესით. იგი ტარდება ზეპირი ფორმით. თუ მხარეები განაცხადებენ თანხმობას, ნოტარიუსს შეუძლია აწარმოოს ინდივიდუალური მოლაპარაკება თითოეულ მხარესთან. ასევე მხარეების თანხმობის საფუძველზე ნოტარიუსს უფლება აქვს სხდომაზე მოიწვიოს მოწმეები და სპეციალისტები,
განახორციელოს დოკუმენტებისა და ნივთების დათვალიერება. ამ მოქმედებების ჩატარების ხარჯები ეკისრებათ მხარეებს. მხარეთა მოთხოვნით პროცესში ჩართულ ყველა პირს აქვს კონფიდენციალურობის შენარჩუნების ვალდებულება, რომლის შესახებაც ისინი ნოტარიუსთან დასწრებით აწერენ ხელს შესაბამის აქტს. იურიდიულ პირს მედიაციის დროს წარმოადგენს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირი. სხვა პროცედურები კი განისაზღვრება მედიატორის შეხედულების და მხარეთა შეთანხმების მიხედვით. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მედიაციის პროცესში მხარის მონაწილეობა უშუალოდ არაა აუცილებელი და დასაშვებია უფლებამოსილებით აღჭურვილი წარმომადგენლის ჩართულობაზე. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქმის გარემოებათა გათვალისწინებით მედიატორი ნოტარიუსი უფლებამოსილია მოითხოვოს მედიაციის პროცესში მხარის უშუალო მონაწილეობა. მედიატორ ნოტარიუსს ასევე აქვს უფლება მხარისთვის იურიდიული დახმარების გაწევის მიზნით მოითხოვოს პროცესში ადვოკატის ან სხვა წარმომადგენლის ჩართვა. მხარის უარი ადვოკატზე კი შეიძლება მედიაციის შეწყვეტის საფუძველიც კი გახდეს. აქვე მოკლედ სურს მიმოვიხილო ერთი საკითხი, რომელიც შეეხება სანოტარო საქმიანობის შესრულების ენას. ნოტარიატის შესახებ კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, სანოტარო მოქმედება სრულდება სახელმწიფო ენაზე. თუ პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას, ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს თარჯიმნის მონაწილეობით. სპეციალისტების მოსაზრების მიხედვით, ის რომ ყველა სანოტარო მოქმედება სრულდება ქართულ ენაზე, შესაძლებელია დამაბრკოლებელი იყოს იმ მოდავეთათვის, რომელთათვისაც ქართული ენა არ წარმოადგენს მშობლიურ ენას. თუმცა მე-6 მუხლის მეორე ნაწილი ავალდებულებს ნოტარიუსს, რომ წარმართოს მოქმედება თარჯიმნის მონაწილეობით. იმ შემთხვევაში, თუ საქმე გვაქვს უცხოენოვან პირებთან, ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ, მხარეებს არავითარი ენობრივი პრობლემები არ შეექმნებათ, ვინაიდან თარჯიმანი კანონის წინაშეა პასუხისმგებელი თარგმანის სისწორეს. თვითაცილებასთან დაკავშირებით ბრძანებით განსაზღვრულია, რომ მედიაციის ნებისმიერ ეტაპზე ნოტარიუსი ვალდებულია, რომ განაცხადოს თვითაცილების შესახებ, თუ მიიჩნევს, რომ მისი მიერ მედიატორობის განხორციელება ეწინააღმდეგება ეთიკის ნორმებს, ან შესაძლოა არსებობდეს ეჭვი მისი მიუკერძოებლობის შესახებ. თვითაცილების გარდა, მედიაციის პროცესის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს ის გარემოება, თუ მედიატორი ნოტარიუსი მიიჩნევს, რომ მედიაციის პროცესის გაგრძელება უპერსპექტივოა და დავა ვერ მოგვარდება შეთანხმების მიღწევის გზით. ასევე თუ რომელიმე უარს აცხადებს მოლაპარაკების გაგრძელებაზე, რომლის შესახებაც მას შეუძლია განაცხადოს მედიაციის ნებისმიერ ეტაპზე, მოტივის მითითების გარეშე. თუ მედიატორ ნოტარიუსს შეუწყდა ან შეუჩერდა უფლებამოსილება, თვითონ ან ნოტარიუსთა პალატა უფლებამოსილია დაინტერესებული მხარის თანხმობით სხვა ნოტარიუსს გადასცეს საქმე მედიაციისთვის. თუ ეს შესაძლებელია, მაშინ ეს გახდება მედიაციის შეწყვეტის კიდევ ერთი საფუძველი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მედიაციის პროცესი შეწყდა და ის დადგენილი გეგმის მიხედვით წარიმართა, მედიაციის შედეგად, უბრალოდ თუ პროცესი არ შედგა და ის დადგენილი გეგმის მიხედვით წარიმართა, მედიაციის შედეგად მხარეები მიღწეულ შეთანხმებაზე აფორმებენ მორიგების აქტს, რომელიც დასტურდება სანოტარო წესით და საჯარო აქტის ფორმით. მედიატორი განუმარტავს მხარეებს მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების სამართლებრივ შედეგებს. ის უფლებამოსილია უარი განაცხადოს აქტის დადასტურებაზე, თუ მხარეთა მიერ მიღწეული შეთანხმების შინაარსი ეწინააღმდეგება კანონის იმპერატიულ ნორმებს, საჯარო წესრიგსა და ზნეობას. მორიგების აქტის გაფორმების შემდეგ, ბოლო საკითხია აღსრულება. მედიაციის ფარგლებში შემდგარი მორიგების აქტით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნით ამ ინსტრუქციის 72 მუხლით დადგენილი წესით შეიძლება გამოიცეს ნოტარიუსის საახსრულებო ფურცელიც, რომლის საფუძველზე აღსრულება განხორციელდება საახსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. საბოლოოდ კი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სურს კიდევ ერთხელ მიმოვიხილო სანოტარო მედიაციის უპირატესობანი. აღნიშნული უპირატესობანი სრულიად შეესაბამება მედიაციის იმ უპირატესობებს და ძლიერ მხარეებს, რაც მე წინა ლექციაზე მიმოვიხილე. დავის მოგვარება სწრაფად და იაფად. მოდავე მხარეებს აღარ უწევთ სასამართლოში წასვლა. მიდიან ნებისმიერ მედიატორ ნოტარიუსთან და იხდიან ნაკლებს. ეს პირველი და ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობაა.
მართლმსაჯულების ხელშეწყობა, სასამართლო განმტვირთება სამოქალაქო საქმეების განხილვისგან. მესამე უპირატესობა არის ნებაყოფლობითი და არა იძულებითი პროცესი. ნოტარიუსთან დავის მოსაგვარებლად მოდავე მხარეების საკუთარი ნებით მიდიან. შემდეგი უპირატესობა თანასწორუფლებიანობაა. მედიატორი ნოტარიუსი, როგორც მიუკერძოებელი მრჩეველი, დავის თითოეული მხარის ინტერესებს თანაბრად იცავს და ეხმარება მათ შეთანხმების მიღწევაში. შემდეგი უპირატესობა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, არის კონფიდენციალურობა. ნოტარიუსს არ აქვს უფლება გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც მისთვის მედიაციის განხორციელების შედეგად გახდა ცნობილი. მედიაციის დასრულებით კონფლიქტი სრულდება სანოტარო მედიაცია არა მხოლოდ მორიგების, არამედ შერიგების გარანტიაცაა. მორიგების აქტი უდავო მტკიცებულების დოკუმენტია. დავის მოგვარების შემდგომ ნოტარიუსი ადგენს მორიგების აქტს და ამოწმებს სანოტარო წესით. აღნიშნული დოკუმენტით კი განსაზღვრულია თითოეული მხარის მოვალეობები, რომელიც სავალდებულოდ არის შესასრულებელი. და რაც მთავარია, სანოტარო მედიაციას სერტიფიცირებული ნოტარიუსები ახორციელებენ, რაც ამ პროცესს კიდევ უფრო ხარისხიანს ხდის. ამ ნაწილით მსურს დავასრულო სანოტარო მედიაციაზე საუბარი და მომდევნო ნაწილში შევეხები მედიაციის სხვა ტიპებს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.